მოგესალმებით, მეგახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო პატიმრები განსაკუთრებით შობა მინდა მოგილოცოთ უცხოეთში ყოფი ქართველი ის ადამიანები ვინც განსასწრებაში ნახარ და დღეს ყავს საპატიო სტუმარი ის ადამიანი რომელიც ძალიან გვახარებს მისი სტუმრობით მამა ილია ნასიძე გახლავთ ჩვენი სტუმარი არქიმანდრიტი რომელსაც ძალიან დიდ მადლობას მოგახსენეთ მამა მობრძანებისათვის დიდი მადლობა და გილოცავთ პირველ რიგში შობას და მამა თუ შეიძლება რომ თქვენის ხედვით მამაო ძალიან ბევრი რამ გიდევთ წინ და რო გითხრათ შობის შესახებ რა ორიოდენ სიტყვა და მე შემდგომ გავაგზელებთ. გილოცავთ ყველას შობის ყინულე დღესასწაულს. მე და ამოგიკითხოთ. დიახ. ევანდელ დღეს. ძველი აქვის მრავალი წინასწარმეტყველი დარწმუნებული იყო რომ კაცობრიობას ადამიანის სოდის გამოსახსნა აუცილებლად მოევლინებოდა მესია. ყველაზე პირველი წინასწარმეტყველება იყო სამოთხილმად გამოდევნილი ადამიანისა და ევასთვის მიცემული ნუგეში. თესლი დედაკაცისა გაუჭეჭყავს თავს სატანას. ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი ესაია წერს: ახალ ქალწულმა მუცლად იყოს და შვეს ზედა უწოდო სახელი ისე ემანუელ. სიტყვა ემანუელ ნიშნავს ჩვენთან არის ღმერთი. წამსი, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულ დოგმატია ქრისტიანულ სამყაროსთვის ასე იწყება: წამს ერთი ღმერთი მამაყოვლისა მყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა. და ერთი უფალი იესო ქრისტე, ზეღვთისა მხოლოდ შობილი მამისაგან შობილი უწინადეს ყოველთა საუკუნეთა, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა შობილი და არაქმნილი, ერთ არსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა, რომელიც ჩვენთვის კაცსაცის და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდა მოხდა ზეცით და ხორცნის შეისხა სულისაგან წმინდისა და მარიამისა ქალწულისა და განკაცდა. აქედან ცხადია რომ ქრისტეს სამქვეყნიური ცხოვრება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მარიამის შობით უნდა დაიწყოს. როდესაც ადამის დროინდელი პირველი ცოდა ევას მომდინარეობს, წმინდა მამების ასრით მამა ღმერთმა საჭირო ცნო თავისი ღვთიური სიტყვის განკაცება ისევ ქალის საშუალებით მომხდარიყო. ასეთ კურთხეულ ქალოთ ანუ ღვთისმშობელი ყოვლადწმინდა სამება მაიჩია წმინდა მარიამი ერთადერთი ასული ორი უწმინდესი ადამიანის იოაკიმესი და ანასი. რომელიც წმინდა დავით წინასწარმეტყველის შთამომავლები იყვნენ ყოვლადწმინდა მარია უშუალოდ აარონის შტოს განეკუთვნებოდა წმინდა ანდრია კრიტელის აზრით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობა არის დასაწყისი მალისა და ჭეშმარიტების გადმოსვლისა. ძველ აღთქმაში დაფიქსირებული აარონის კურთხევის აყვავას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობაზე მიუთითებს, რამე თუ როგორც უკვე აღინიშნეთ წმინდა ანა აარონის შთამომავალია და როგორც გამხდარი კვერთხი აყვავდა ასე მოხუცმა ბერწმა ანამ შუასულიერი და უჭკნობელი ყვავილი ყოვლადწმინდა მარიამი. წმინდა იაკობის სიზმარში სამდე აწვდენილი კიბეც და ოქროს ტაკუკი წმინდა მამათა განმარტებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიმბოლოებია. იგია ის კიბე, რომლითაც ღმერთი დედამიწაზე ჩამოვიდა და განკაცდა, ხოლო ოქროს ტაკუკიდან უბიწოთ იშვა ქრისტე. მარიამი ებრაულად ნიშნავს მაღალ სახელოვნებას უპირატეს, ხოლო ძველეგვიპურად უფლისაყვარელს ქალბატონს. ყოვლადწმინდა მარიამი თომეწრის რომ გახდა მღვდელმთავარ ზაქარიას მოდევლებმა კითხეს როგორ უნდა მოქცეულიყვნენ რომ არავის შეელახა მარიამის სიწმინდე. რამე თუ ეს ასაკი უკვე გათხოვებისა იყო ყოვლადწმინდა მარიამი კატეგორიულად საცხადება გათხოვებაზე. ზაქარიამ საკურთხეველში ჩუმად ილოცა მარიამისთვის და მის შემდეგ უფლის ანგელოზი გამოეცხადა, რომელსაც დაავალა. შეეკრიბა ნაზარეთის ყველა ქვრივი მამაკაცი და ვის კვერცხს რაიმე ნიშანს ნახავდნენ, მასე დაეწინათ მარიამი. ზაქარიამ ყველა ქვრივ ჩამოართვა კვერთხი, შევიდა საკურთხეველში და ილოცა. შემდეგ კი ისევ რიგობით ჩამოუარა ყველას. ჯერ იოსების კვერცხი რომ მიდგა, იქიდან გამოვიდა მტრედი, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ იოსებს უნდა დაეწინდა მარიამი. იოსებმა მხოლოდ უფლის ნიშით წამოიყვანა მარიამი თავის სახლში, თვითონ კი სხვა ქალაქში წავიდა. იოსები ამ დროს 80 წლის გახდათ. დადგა ჟამი წინასწარმეტყველის აღსრულებისა და ღვთიური სიტყვის ხორცშესხმისა. ერთხელ როდესაც ყოვლადწმინდა ქალწულმა ჩვეულების აღასრულა შუაღამისის ლოცვა, წაიკითხა სიტყვები ქალწული მულად იღებს შობზეს და ეწოდება მას ემანუელი. განისჭვალება სიყვარულით ქალწულის მიმართ და ღრმად ჩაფიქრდება. იგი მთელი გულით ევედრებოდა ღმერთს, რომ მიენიჭებია მისთვის ბედნიერება და ამ ქალწულის უკანასკენ მოახლედ დაედგინა. უეცრად უჩვეულო ზეციორ ნათელმა მოიცვა იგი და მოისმა ხმა. გიხაროდენ მიმადლებულო უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის
მის წინაშე უფლის წარმოგზავნით აულანგოზე გაბრიელი იდგა. ქალწულის შეკრთა, უკიდა რას მოასწავლებსო ეს უცნაური სიტყვები და უთხრა მას ანგელოზზე, ნუ გეშინს მარიამ. რამე თუ მადლი ჰპოვე წინაშე ღვთისა და ახლა ესე რა შენ მუცლად იყო და შუაძეი და უწოდო სახელი მისი იესო. ესე იყოს დიდ და ძე მაღლისა ეწოდა და მისცეს მას უფალმა ღმერთმა საყდარი დავითის მამისათვისა და მეუფებდა სახლსა და იაკობისასა საუკუნა და სუფებისა მისა არა იყოს დასასრული. ვითარცა მე იყოს ესე ჩემ და რამე თუ მე მამაკაცი არა ვიცი მორცხვათ მეუგო ქალწულმა სული წმინდაი მოვიდა შენ ზედა და ზალი მაღლისა იქ ფარვიდე შენ ამისისა შობილსა მას წმინდა ეწოდა ძე მაღლისა და ამშვიდა და თავარ ანგელოზმა ახლა მხევალი ღვთისა მეყამა სიტყვისაებ შენისა მიენდო ღვთის ნებას წმინდა ქალწული და იმ წამს ჩაისახა მასში წმინდა ნაყოფი და აღავსო ყოლა წმინდა მარიამის სული სიხარულით და ბედნიერებით სწორედ ამ დღეს ხარებას დაედო დასაბამი ქრისტეს გზას ჩვენი ცოდვები დამძიმულ დედამიწაზე სიხარულით აისო წმინდა მარიამი და ანგელოზის რჩევით წავიდა ზაქარიას სახლში, რადგან მისი მეუღლე ელისაბედი ნაცესავი იყო მარიამისი. ელისაბედის თითქმის 6 თვის ფეხზე მე იყო იონე ნათლისმცემელზე, როცა მარიამა დაუკაკუნა კარზე, სწორედ მაშინ იძრა ბავშვი ელისაბედის მუცელში, დედა ავისო სულიწმინდა მიხვდა ვის ატარებდა თავის ხეულით. წმინდა მარიამი, ამიტომ ამ სიტყვებით შეეგება იგი წმინდა მარიამს, ვის მოვესწარი დედა უფლისა მოვიდა ჩემთან ღვთისმშობელო ქალწულო მიმადლებულო მარიამ კურთხეულ ხარ შენ დედასა შორის და კურთხეულს ნაყოფით მუცე შენსა რამ თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა სამი თვე დარჩა მარიამ ელისაბედთან შემდეგ კი როცა მუცელი წამოერზა სახლში დაბრუნდა და გარეთ გამოსած ერიდებოდა 6 თვის ფეხზე მეყო როცა იოსებ დაბრუნდა შიროდის სასო წარკვეთილს მიეცა და სიმწირი წამოიძახა რა პირით შევხედო უფალ ღმერთს ქალწულად წამოვიყვანე უფლის წადრიდა და ვერ დავიცავი ვინ მიუღთლო მერე მარიამს მიმართა ესე რა ქმე ღვთი გამორჩეულო აღზრდილი იყავი წმინდათა წმინდაში და ანგელოზის ხელი გაწვდი და საჭმოს ატირდა წმინდა მარიამი წმინდა ვარ და მამაკაცი არ ვიცი მე ცხოველას ღმერთი ჩემიო შეშინდა იოსები არ იცოდა რა გზა დადგომოდა ბოლოს გადაწყვიტა ჩუმად გაყროდა მას მაგრამ ძილში გამოეცხა და ანგელოზი დაუთხა ძეო დავითისა ნუ გეშინი შენი ცოლის მარიამის მიღება ვინაიდან სულიწმინდისაგან არის ის ვინც მასშია ჩასახული გიშობს ქალწული ძეს და დაარქვა მას იესო რადგან ცოდვებისაგან იხსნის იგი თავის ერს გახარებულმა გამოიღვიძა იოსებათა მადლი უწყნა უფალს იესო ნიშნავს მსნელს ქრისტეშობის წინ რომის იმპერატორმა ავგუსტიმ გამოაცხადა მოსახლეობის აღწერა ყველა მანქანაში ამ სოფელში უნდა წასულიყო სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ იოსებისა ყოლაწმინდა ღვთისმშობელის ორივე დავით მეფის შთამომავალი იყვნენ და ამიტომ იერუსალიმის ბეთლემში წავიდნენ სადაც ცხოვრობდა დავითის წინასწარმეტყველი ბეთლემ და ვერ მიაღწია სამსობრის ახლოს გამოქვაბულ შეაფარეს თავი ქრისტეშობის დროს თელი გამოქვაბული მოიცა უჩვეულო ნათელმა როცა იგი გაფერქთალ და გამოშთა ყრმა რომელიც უკვე ძუძუს წოვდა გამოქვაბულს რომელშიც იშვა ქრისტე სამეფო წყემსები საქონლის სადგომად იყენებდნენ ხოლმე და ამიტომ მას გომორადას მოიხსენიებდა გომორი და ნახევარისათვის საალ მანძილზე ყოფილა ძელი რომლის სიახლეს ერთ დროს მის ფარას წყებსა და წმინდა დავით მეფეს ქრისტეს შობისას სწორედ ამ ადგილას იყვნენ წყემსები და თავიანთ ფარას დარაჯობდნენ ღამე და ახალ უფლის ანგელოზი გამოეცხა და მათ დაუთხრა ნუ გეშინი რამე თუ ახარს გახარებ თქვენ სიხარულსა ძისა რომელი იყოს ყოვლისა ერისა რამე თუ იშვა დღეს ჩვენ და მაცხოვარი რომელ არს ქრისტე უფალი ქალაქ დავითისა და ესე იყოს თქვენ და სასწაულოდ ოდ ყრმა იგი შეხვეული და მწოლიარე ბაგასა მეხსეულად გაჩნდა ანგელოზთა ციურ მოლაშქერთა ჯარის რომელიც ადიდებდნენ ღმერთს და ამბობენ დიდება მაღალთა შინა ღმერთსა ქვეყანასაზე და მშვიდობა და კაცთა შორის სარწმუნოება როცა ანგელოზები ცეთაც ამაღლდნენ წყემსებმა ბეთლემს მიაშურეს და იხილეს მარიამი იოსები და ყრმა იესო ბაგაში მწოლიარე აი ეს ამოვიკითხე და კიდე ერთხელ მადლობას ვწირა უფალს და გილოცავთ შობის წინოლე დღესასწაულს. დიდი მადლობა მამა და თქვენი ხარ როგორც ამოიკითხეთ იქ აი ესეთ უბრალოებაში დაბადებული ღმერთია თუ შეიძლება ჩვენ როგორ უნდა ვიყოთ ისეთები რომ ჩვენში დაიბადოს უფალი აი როგორ ადამიანში იბადება უფალი აი როგორი ადამიანი ზეიმობს შობას თუ შეიძლება რომ გითხრათ აი როგორი უნდა იყოს ადამიანი ცეტრარე მადლობა უფალს ყველაფრისთვის მე ერთი რაღაცა მინდა გითხრათ ამასთან ერთად მინდა ესეც ამოგიკითხოთ რომელიც არის საიდუმლოებით არის მოცული მერთან სალაპარაკოდ მივიდა მოსეო ძველი ახმეთა
ეს ის ღმერთია, რომელსაც ამდენი ხანი ეძებდა, ელაპარაკებოდა, ეკითხებოდა, მაგრამ პასუხს იღებდა. ამდენი ხანი აინტერესებს მოსეს, ვინაა ის ღმერთი, რომელიც სიმდაბლეში იმარჯვებს და ვერ იღებს პასუხს. ვერ ხდება მოსე გადაკითხული აქვს მთელი ეგვიპტური ბიბლიოთეკა, მაგრამ ადამიანურ ძალეს სილდება შესაძლებლობა იმისა, რომ გაიგოს ვინაა ღმერთი, რომელიც სიმდაბლეში იმარჯვებს. და აი ახლა თავად ამ ღმერთთან სალაპარაკოდ მიდის მოსე, ახლა შეეხმიანა მას და ღმერთი და აი ეკითხება მოსე, ვინ ხარ შენ, როგორ უნდა გავაცნო ისრაელ შენი თავი, ვინ ხარ მითხარი, რომელიც სიმდაბლეში გამარჯვების წმენა სიტყვა შენი ხალხისგან და მოსე იღებს პასუხს. მოსე იგებს, რომ ის ღმერთი, რომელიც ჭეშმარიტია, სიმდაბლეში აცხადებს თავის ძლიერებას. მისი მაშინ უნდა ირწმუნო ის, მაშინ უნდა დაინახო მას, მაშინ უნდა მიენდო, როდესაც სხვებისაგან დაწუნებული, დამცირებული და დამდაბლებული. ეს კი მაშინ და მხოლოდ მაშინ შეუძლია ადამიანს, როდესაც თვითონაა დაწუნებული, დამცირებული და დამდაბლებული. მოსე მიიღებს პასუხს, მაგრამ ვერ გაიგებს, რადგან არ უხილავს გასი არასოდეს, მას არ უხილავს დამდაბლებული ღმერთი. მოვა დრო და იხილავს თაბორის თაზე და დაელაპარაკება მას და გაიგებს, რომ ჭეშმარიტი ღმერთი ის არის, რომელიც მხოლოდ ზეციდან კი არ იძლევა პირობებსა და წესებს, არამედ მოდის ადამიანებთან და მასთან ერთად იწყებს ცხოვრებას. ეს არის ღმერთი, რომელთანაც ცხოვრებას ვერ შეძლო ადამიანმა, თვითონ კი მოვიდა და შეძლო ადამიანთან ცხოვრება. ეს არის ღმერთი, ქართულისაგან შობილი, ბაგასაშინა მიწვენილი და დამდაბლებული. ისე დამდაბლებული ღმერთი, რომ ეგვიპტელი ღმერთები დღემდე ვერ იტევენ მის ძლიერებას. სიმდაბლით მოდის ძლიერება. ბეთლემში ქართულისაგან იშვება ღმერთი, ადამიანთან მოდის ღმერთი, შორს კი არ რჩება, არამედ ჩვენთან მოდის, რომ ჩვენ შორის იყოს, ჩვენ შორის დარჩეს სამარადისო და ჩვენ მასთან ვიყოთ უკუნისამდე. გიხაროდეთ დღეს თავად ღმერთი მოდის ჩვენი გამარჯვებისთვის. გიხაროთ დღეს ქალწულისაგან იშვება ჩვენი ძლიერება. იცით რა არის, აი რაც ამოვიკითხე, ამაში არის თამდაბლობაში, მემტევლობაში, საოცარ მორჩილებაში უფლის მიმართ და საოცარია კიდე ერთი რაღაცა, როცა შენ ადამიანს ყოველთვის გექნება ერთი რამე რა. ის რომ თავი დაიმდაბლო, აუცილებელია რომ შენდობა ითხოვო ყველასკენ. ეს შენდობა თუნდაც შეიძლება მართალი იყო, მაგრამ დაასწარი რომ ბოროტმა არ გაიმარჯოს იქ. და როდესაც შენთან მოდის უფალი, ყოველთვის არის და დამეთანხმებიან მოძღვრებით და თქვენს რომ როცა ელაპარაკები უფალზე გაგირბიან, არ უნდათ რომ გაიგონ უფალი, ეშინიათ. არ უნდა არიღებენ უფალს. ეს არის მიწიერი პრობლემა, ეს არის ბოროტის მანქანებები, რომლებითაც უკვე ესეთი რამ ხდება, პაისის ეკითხებიან და პაისი ბრძანებს, რომ ჩვენო ჰიტლერთან კი არა გოქომი ეშმაკთან აგოქო. ეს ომი დაიწყო უკვე ბოროტთან ბრძოლისა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთი, ჩვენ მოწამე ერი ვართ, საოცარი ერი ვართ. აღსარებელი ერი ვარ, ჩვენ ყავდნენ ძალიან ბევრი მოწამეები, 100,000 მოწამე თუ გარეჯელები თუ რა ვიცი, რამდენი უნდა შეიძლება ჩამოითვალოს. მაგრამ რა არის იცით, ყველაზე მთავარი როგორც ადრეც გითხარი წინა გადაცემაში, რომ როცა ამ სტარეთთან დავდივარ, ყველას აბსოლუტურად ყველას ამცენ ერთი რაღაცა, რომ შეიყვარეთ ღმერთი, თქვენი გული, თქვენი სული, თქვენ აბსოლუტურად ყველა შეიყვარეთ. მიენდეთ უფალსო. და ოღონდ თავიდან ბოლომდე მიენდეთო და თავი დაიმდაბლეთო. მაშინ უფალი საოცრებას მოგიყენოთ. ესე იგი, მოხდება ესეთი რაღაცა, რომ ფარად აღეღობებათო, მიწისძვრა იქნება გადაგარჩე, წყალდიდობა იქნება გადაგარჩე, ყველაფერში გადაგარჩე, შენთან იქნებაო. ესე იგი, შენ უნდა აირჩიო ეს გზა. რისთვისაც უფალი მოვიდა, შენთვის მოვიდა. როცა მოვიდა უფალი, ხო გითხრა სამართლიანობა აქ არ იქნება, მე მოვედი იმისისა მარადილ სასუფეველში დაგაბრუნო. ჩვენ ახლა 64-ში ხوار ცხოვრობთ. ჩვენ წუთი სოფელში ცხოვრობთ. ერთი გაელვება ეს წუთიერი. წუთი სოფელი არაფერი სხვა არ არის. და რას გიმზადეს უფალი, შენ როცა ამაზე ელაპარაკება, ყველა გარბის.
ამიტომ არის სრულიად კათოლიკოს პატრიარქი ამას იძახობდა, რომ ვინ დადგება მარჯვენით, ვინ დადგება მარცხენით, უკვე წყდება ზეცაში. ვინ სად დადგება? ეს არის თავარი. რას ავირჩევთ ჩვენ? თამდაბლობას, მიმტეულობას, სინანულს, მაზიარებლობას თუ რას გავაკეთებთ? რითი შეგვიძლია რომ მოვაწონო თავი უფალს? ეს არის თავარი ჩვენი. დიახ, მამო, რითი უნდა დავიწყოთ? აი ხა, ვისაც უნდა, ხა შეიძლება ბევრი ადამიანი ფიქრობს, აი მე ღირსი არ ვარ, მე მაინც ამას ვერ შევძლებ რაღაც, აი რაღაცნაირად დათმობებით, აი პატარ-პატარა წინ რო ნაბიჯები გადადგას, იმიტომ დღევანდელი ადამიანი ამ ყველაფრის დამტევი. ეს ყველაფერი თქვენ რას თქვით? აი სიმართლეს გეტყვით, რომ დღევანდელი ადამიანს არის უცხო. აი არ არის ესე ჩაღრმავებული სამწუხარო ჩვენ და აი ღმერთი არის თვითონ გაუცხოებული ჩვენთვის რა თუ შეიძლება მამო აი როგორ უნდა ისევ დაუმეგობრდეთ ღმერთს რა ხო იყვნენ წინათაობები ისინი იყვნენ ღმერთთან რაც არ უნდა გასაჭირი ყოფილიყო რაც არ უნდა ცუდი პროპაგანდა რაღაც ადამიანები ღმერთს არ ტოვებდნენ და ყოველთვის იყვნენ ღმერთის გამო ყველაფერს აკეთებდნენ დღევანდელი ადამიანი კიდე არ გააკეთებს ღმერთსაც ყველაფერს და არაფერს არ აკეთებს თუ შეიძლება მამო აი როგორ უნდა დავიწყოთ თუ შეიძლება აი რაღაცა ეს პატიება ის როგორ უნდა ვისწავლოთ მამო ესეთ რა არის მე ხა მინდა ამოგიკითხოთ მამა გაბრიელის საოცარი სიტყვები რა რატომ არავინ არაფერს ამბობს საქართველოში ზნეობა და ღირსება რომ ეცემაო ამას ხმამაღლა უნდა ვთქვათ რომ მე გამოფხიზდეს თუმცა უჟულოება დიდ განსასწრებლად მოეწევა ერს განა შეიძლება მართლმადიდებლის ჯულის მიერ და არ ცხოვრობდეს და მასში ზნეობა და ღირსება არ რწყინავდეს ერი ნენლანა ემონება ფულსა და მატერიას და მის ანაცვლოდ ზნეობასა და ღირსებას თმობს ეს სულიერი ეროვნული დაღუპვის გზა არის თიშობლის სტილხვედრი ქვეყანა უყვარს უფალს და ამიტომ დიდი განსაცდელებით გვასწავლის დიდ განსაცდელებს ელოდეთო საქართველოს სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს ეს არის ადამიანის ნათქვამი რომელიც ეძახის იმას რომ თუ არის შენში ზნეობა ღირსება მაშინ შენ სხვანაირად ფიქრობ როგორ უნდა იფიქრო ადამიანმა როცა ცხოვრობ ამ წუთის სოფელში წუთიერია ეს გაელვებები წუთიერია აბსოლუტურად ყველა მაგრამ იცით რა არის ამას დანახვა ჭირდება თუ შენ ამას ვერ ხედავ ძალიან ძნელია მე წინა ჩემს იმაში ჩემ თავზე მოყევ ყველაფერი და ახსარებასავითაც გამომივიდა ყველაფერი ამიტომ როცა დაინახო შენ ამას ყველაფერს მაშინ ადვილი არის მაშინ უკვე იწყებ მოღვაწეობას ამის აღიარება ძალიან ძნელი ყველაზე საოცარი ბევრი მეხმიანებოდა რომ როგორ გაბედაო და როგორ თქვაო და მე ძალიან პირიქით გამიხარდა ისე რომ თქვენი გუწფელობა მე კი ვიცოდი მაგრამ ესე რომ საჯარო და ის და ძალიან უჭირს მამო აი ყველანაირი პირობა შეიქმნა იმისათვის რომ ვერ გაიხსნას ადამიანი თუ შეიძლება მამო აი როგორ დავიხსნა აი რა იცი რა არის აი კიდევ ერთხელ ვიძახი ადამიანმა სწორედ ესეთი რაღაცა ბრძანა რომ ყველაზე დიდი საოცარი ლოცვა არის ეს ლოცვა რასაც ქვია უფალო იესო ქრისტე ღვთისაო შემიწყალე მეცოდვილი ეს არის საოცარი ლოცვა როცა შენ ამ ლოცვას იწყებ ესე იგი ბოროტი უფრო განგეშორება ხოლმე და ესე იგი იწყება აი ამ ლოცვის დროს საოცარი რამ რა უნდა ჩაუღრმავდე ამ დროსაც და უნდა მიენდო რა მიენდო და ეს ამ ლოცვაში არის საოცარია ეს ლოცვა იმხელა ძალას გაძლევს ენერგიას გაძლევს რაღაც წმენდ შენ გონებას ამიტომ შენი ცხოვრება შენ თუ გადაწყვეტა ამას რა არის რაღაცა ისინი რაც არ უნდა ჩაიდინო რაც არ უნდა გააკეთო მაგრამ უფალი ემდენად მიუტევებელია იმდენად დიდია ღმერთი რაც სოდვაც არ უნდა ჩაიდენოს ადამიანმა ყველა სოდვას პატიოს წარმოედგინეთ რა არ არსებობს სოდვა რომ ღმერთმა არ აპატიოს რა ამიტომ ყველა ადამიანი დაცემული ბუნებითაა მიდრეკილი ვარ სოდვისკენ ახლა არც მე არა ვარ სრულყოფილი და არც მე არა ვარ ადამიანი რომელიც ყველაფერს ისე ვაკეთებ რომ ყველაფერი მომწეს მაგრამ ხშირად ყოველ შაბათობით ან ყოველ იმაზე ეს გონებით დაცემა იქნება ეს ისე რაღაცა თქმა იქნება ანუ ვიღაცა განმიკითხას ყოველთვის რაღაცა ისეთ იმას ვეუბნები მოძღვარს ჩვენთან რომ არის პავლე და სულ აბარებ ახსა რომ მინდა რომ ყოველთვის ადამიანი უნდა განიწმინდოს რა ეს განწმენდა უნდა მოხდეს ყოველ იმაში შენთან მიმართებაში რა და ეს არის მთავარი რა და ცხოვრება უფლით იმიტომ რომ უფალი ჩვენთვის მოვიდა
და სწორედ ეს არის რომ იმისთვის მოვიდა რომ ისე მარადილ სასოფლოში დაგობრუნოს და ყველაფერს გვეუბნება ყველანაირად ეძებს რომ როგორ გაცხონოს როგორ მოგეფეროს როგორ მაგრამ იცი რა თავისუფალი ნება გაქვს შენ თუ არ გადადგავ ნაბის სუფლისკენ ძალიან ძნელია რა ამიტომ იძახიან აი დიდი მამი ამპარტავონი პატიმოყარე დიდების მოყარე ვერცხლის მოყარე ანგარი იმას გაუჭირდება სასოფლოში შესვლა ვერ შევაო ესეთი ადამიანი მიხვდით თუ აი ესეთი რაც ამოგიკითხეთ ახლა თუ არა გაქვთ თამდაბლობა, მიმტევლობა, სიყვარული, თუ არ ცხოვრობ აი ამ იმითი რომ თავი დაიმდაბლო, არასდროს არავინ არ განიკითხო. შენი თავი დაიკითხო პირველ რიგში, სულ შენ თავზე უნდა იყო, რომ სულ შენი თავი განიკითხე რა და უნდა კონდეს ესეთი რაღაც აი კაი სიტყვები აქ ეფრებასურსა რა უფალე ვაკეთებ, მაგრამ შენ თუ მაცხოვრნებო. ღმერთი თუ გვაცხოვრა, ჩვენთან თავს ხო ვერ ვიცხოვრებ. აი წარმოიდგინეთ რა არის, მაგრამ ადამიანთა ბუნება არის ესეთი რა, მიდრეკილია ცოდვისკენ და აი ესე მიდრეკილია სოფელს. აი მიჯაჭულია სოფელს, ვერ თავისუფლდება ამ სოფლიდან რა. და ამიტომ ამ სოფლიდან განთავისუფლება თუ მოგინდება და შენ აი ხა როგორც თქვი ის რომ უნდა მიენდო უფცირე შეიყვარო ისა და თუ მიენდა და შენთან შემოვიდა ღმერთი, უკვე შენ სიკვდილის აღარ უნდა გეშინოდეს მამა. და შენ არა თუ სიკვდილის არ უნდა გეშინოდეს, უნდა მოწამეობრივ იმასაც უნდა იფიქრო, რომ წახვიდე. უნდაც ეწამო. თუ ამდენი მოწამეები თუ ეწამებოდნენ, რატომ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ამ მოწამეობრივ ცხოვრებაზე? რატომ არ უნდა პირდაპირ გადიხარ უფალთან, როცა ეწამები? და იმ საზვერე საცობებსაც არ გადიხარ, რომელსაც ყველა ადამიანს გვჭირდება, რომ გავიაროთ ეს საზვერე საცობები და იმდენად ძიმე ყოფილა ჯოჯოხეთის ნახო და აი საშინელებების. ამიტომ როცა ჩვენ აი ლაპარაკობთ იმაზე, რომ როგორ უნდა ვიცხოვროთ რა. ეს უნდა შევძლებთ, ეს ჩვენი თავისუფალი ნებით უნდა მივიდეთ რა. ყველაფერი არის ჩვენ ამ სოფელში წარმავალია, ერთი გაელვება ეს სოფელი. არაფერი არ არის. ღმერთი მოვიდა რომ მარადილ სასოფელოში შეგიყვანოთ და საოცრება მოგიხდინოს და ნუ რა ვიცი, არჩევანი უკვე ადამიანზე არის რა უნდა მას. ის არის, მაგრამ და როგორ უნდა მიხვდეს, მამა, ხ ბევრს გონია, რომ ანუ ამ შემთხვევაში უბრალოდ სწორად ცხოვრობს, მაგრამ ეს შეიძლება სისწორი არ იყოს, იმიტომ რომ მართლა ამ ქვეყნეურმა ისე მოგიპარა ადამიანი, რომ გონია, რომ აი მართლა ამისთვის გაჩნდა. ამისთვის არ ხარ გაჩენი, ცხონებისთვის ხარ გაჩენი. როგორ უნდა მიხვდეს, მამა, ის ადამიანი, ვინც ამ ქვეყნეურ სიამტკბილობას არის მიცემული, რომ ეს ყველაფერი ამავებაა და ამავე დარჩება. ხო, რასაკვირველია და ამიტომაც არის ეს შენი ნება. ამიტომ როგორ არის ესე რომ თუ არ გადაწყვეტე ეს და თუ არ აირჩიე. იცი რა არის ეს რომელთაც უნდა იაროს ადამიანმა არის ის გზა რომ შენ უნდა ეცადო როგორც სამსარებელი იყო, როგორც მაზიარებელი იყო, ისე უნდა კონდეს ეს სიყვარული, მიმტევლობა, პატიება, რაღაცა საოცარი თვისებებით უნდა აღიჭურო. ყოველთვის გვასწავლიდა პატრიარქი, არასდროს არავინ არ განკითხო თქვენ თვითონ იქნებით განკითხული და ის სწორედ იმ ადამიანთანაც რომ დავდივარ, იმან მითხრა პირველად, არასდროს არავინ არ განიკითხო, არასდროს არავინ არ. იცი რა, დღეს არის სულ განკითხვა. აი სულ ყველას და ყველაფერს განიკითხავენ რა. იმდენად საშინელებაა ეს, იმდენად მძიმეა ეს. რატო არ ვიკითხავთ ჩვენ თავს, როგორ ცხოვრობთ ჩვენ? ცხოვრობთ ისე როგორც უფალს ნებას თუ არ ცხოვრობ. თუ არ ცხოვრობ, უნდა მიხვიდე ახსარება თქო ჩააბარო უფალს და შენდობა. როგორც კი ახსარებას აბარებ, კი ხუტებს უფალი. აი როგორც წარმოიდგინეთ, რამდენი შვილიც არ უნდა ყავდეთ, აი ბევრი შვილი რო ყავდეს რა და წარმოიდგინე, აი ვინც არის ყველაზე ისეთი შვილია რა, მძიმედ. ის გიყვარს, იმიტომ რომ გინდა რომ ის დააყენა, თორემ მეორე რაღაცა ცხოვრობს, ესე უფლი ცხოვრობს და ის არ ცხოვრობს, ხო? და უფალი როგორ გარისის, რომ უნდა რომ ის ადამიანი მოექცეს. რა და რომ უფალთან მივიდეს. ეს არის საოცარი რა. ისეთ რა მე ხა მინდა ერთი რაღაცა გითხრათ, რომ ჩვენ სულ კათოლიკოს პატრიარქის კურთხევი დოკუმენტურ ფილმს ვიღებთ. დიახ. ივერიის ყოლაწმინდა ღვთისმშობელი და ქართველი ათონელები. ეს არის სილქნაძის გიორგი რამეშვილი და დანულ მამულაიშვილის
დაფინანსებით, ესევე კონსულტანტი გვაქვს ედიშერ ჭელიძე, რომელიც ეს ადამიანები, ვინც შევკრიბეთ და ვინც გადავიღეთ უკვე და ესევე რეჟისორი არის ნიკოლოზ ხომასურიძე და რამედოდა გემეთქო იცით რა არის, როცა არის ივერის ყოლაწმინდა ღვთისმშობელზე ლაპარაკი და როცა ჩვენ ხშირად დავდივართ ხოლმე ამ და ხშირად აგვაქვს რომ როგორი ქართველი ათონელი მამები ყავდნენ და როგორი მამები იყვნენ ესენი, აი როგორი გამორჩეულები. ხო, აი ეცეთ რა არის, ხო ადამიანი ხო უფიქრდება ამას, რომ რატომ წავიდნენ, რატომ გადაწყვიტეს ეს გზა აერჩიათ, ხო? აი ეს ხო არის საოცარი გზა, რომელიცაც გადიოდნენ ეს ადამიანები და ეცე რა არის, აქ არის 6 მესთან დაკავშირებით გახსოვთ ალბათ როგორ ტება და როგორ ვიდის მამა რომ გდელი ამოიყვანოს და დედა ღვთისმშობელი ეცხადება. და საოცრებას ეყოს რაო ექთიმე კითხება და ცუდათავარო დედაო და განკურდავს და ეტყვის რომ ქართულად ბრძნობდე და როგორ თარგმნის ქართულად რომელმაც კარგად არ იცოდა ქართულად. ესევე ჩვენ ის მამები რომელიც ვიცი და ესევე გვაქვს ამ იმაში როგორც სულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქოს ზანა ის მამები რომელიც არ იცის საზოგადოება. ბევრი იყვნენ იქა. ბევრი იყვნენ ეს მამები და აქედანაც მინდა მე ეს ამოგიკითხოთ, აი რა არის აქ საოცარი რამ რომ ყოლაწმინდა ღვთისმშობელი როცა დევნა იყო ხატების როგორ მივიდნენ ალბათ ონთან რომელსაც ეს ხატი ჰქონდა ივერის ყოლაწმინდა ღვთისმშობელის ხატი და როგორ უგმირა და ლუყიდან როგორ გადმოვიდა სისხლი. ამის მერე თავიშოს უთხრა რომ წასულიყო და ეტოვებიათ იმ წესშინა და ზღვას შეაცურეს, მაგრამ ზღვაში შეცურების მერე ძალიან დიდი ხანი გავიდა. რომ ესე იგი დაიკარგა, მაგრამ ეს ყველაფერი ღვთისგანგებით იყო და მივიდა მაშინ როცა ქართველები ცხოვრობდნენ იქა და როგორ ქართველის ხელით ინება და რა საოცარი იყო. გახსოვთ ალბათ ყველაზე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ რომ როცა მიბრძანდა ივერონთან რაღაცა სვეტი იყო საოცარი რომელიც ის ჰქონდა ივერის ხატს და წარმოიდგინეთ რა ვერავის ვერ გამოქონდა ვერც ბერძენს ლათინას შედიოდა და აი სწორედ გამოიცხადა გაბრიელ ბერს და რას აუწყებს ესეთი სიტყვები აუწყე წიდან წყარსა და ძმებს რომ ნებავს მივანიჭო მათ ჩემი ხატი შემწენ და ფარველად ნიშნად ამისა შემოდი ზღვაში წმენით გაიარგე მის ტალღებზე და მაშინ ყველა შეიტყობს თქვენი სავანისადი ჩემს სიყვარულსა და წყალობასო. აი ესე იგი წარმოიდგინეთ გაბრიელ ბერის შესვლა ემაში. წმენით შემოდიო და როგორ შევიდა? პირდაპირ ფეხით შევიდა. წარმოიდგინეთ და გამოაბზანა დედა ღვთისმშობლის ხატი თლიანად და წარმოიდგინეთ გამოაბზანა თუ არა იქ არის საოცარი რამ სადაც წყალმა ამოხეთქა წყაროა და რამდენჯერ ყოფილა დაგვილევია და რო ახსნიან მეცნიერად რომ შეუძლებელი აქეთ ზღვაა და აქეთ წყალი იყოს რა მაგრამ ეს ხო ღვთის განგებით და მოხდა დედა ღვთისმშობლის საოცარი მეოხებით და აი როცა დაბრძანდა იქ გახსოვთ როცა შეაბრძანეს ტაძარში და გარეთ ხდებოდა შეაბრძანეს გარეთ ხდებოდა და საოცარი რამ არის რომ აქაც ეცხადება გაბრიელს და როგორ რას ბრძანებს გამოუცხადეთ ძმებს რომ მეტად აღარ გამომცადონ რადგან არ მნებას თქვენი ფარველობა არამედ თვითონ სურს ვიყო თქვენი ფარველიცა და მცველიც არა მარტო ამ ცხოვრებაში არამედ მომავალშიც და ყველა ბერი ვინც ამ თაზე კეთილად და ღვთისშიშით იყვაწეს სასოებდე ჩემი ძისა და მეუფის მოწყალებას რამე თუ მე გამოვითხოვე მისგან ეს ნიჭი და ახა იყოს თქვენ და სასწაულად ვიდრე ამ სავანეში იხილვება ჩემი ხატი არ მოგაკლდება თქვენ ჩემი ძის მადლი და წყალობა აი ესე იგი ვინც აი ამაში ცხოვრობს ხო და ჩვენ ვიცით როცა დატოვებს ეს ხატი მაშინ უკვე ვიცით რომ დროდგება უკვე ჟამი აღსასრულისა და ჩვენსკენ მოდის ხო როგორც მე დიახ იცით როგორი რაღაცა არის აქ არის ესეთი რაღაცა რომ ჩვენთან იყვნენ ჩამოსულები ეს ბერძნები და ალბათონე და მან თქვა რომ ესეთი რაღაცა რომ ჩვენ ძალიან ბევრი ღირსი მამები ყავს ძალიან ვერსიო მაგრამ აი ჩვენი დიდი მამები იცახიან თქვენ რომ ყავდოთ სალოსი და აღსარებელი გაბრიელი ესეთი მამა არავის არ ყოლი რაც იმან გითხრათ რომ იცოდი რომ ყველაფერი შეს რომ მე არ ვიცოდი რომ ივერის ღვთისმშობლის ხატი თქვენთან ჩავა თუ მამა გაბრიელმა გითხრათ ეს იგი თქვენთან ჩამოდისო ამას ჩვენი პატრიარქიც ესე ბრძანებს
მაგრამ ისე რომ დაფარულია. ნილოს მირონდინას ჰქონდა რომ ეს ხატი დატოვებდა არ ვთქვამს იმასად მედიას. ეს ხატი მაგრამ ესე მოხდება რა. თვითონ ათონის ფარველიც ღვთისმშობელი არის ხო? ესეთი ყველაზე წინამორბედია. მას უკითხულობენ ვარ დაუტოვები ახლა ისა რაღაცა. და ჩვენ საქართველოს ფარველიც და წინამძღოლიც. ჩვენ კვარცილ ღვთობილიერი ვართ და დედა ღვთისმშობლის სიხოდრი ქვეყანა ვართ. რამხელა ისა გქონდა. აი ამ მამა გაბრიელის სიტყვებშიც რამხელა რაღაცა არის. იმიტომ რომ ნახეთ ამ თუ დაკარგავ ამ ღირსებასაც და ამ მასაც ყველაფერს რა გელოდებაო რა. ზნეობასაც თუ დაკარგა, მაშინ განსასწრელისთვის მოემზადეო. რას ნიშნავს ეს განსასწრელი? ეს განსასწრელიც არის განსაწმედელად ადამიანისა. როცა ხდება განსასწრელი, მაშინ იწმინდება ადამიანი რა. მაგრამ ანუ რა ვიცი ხა, რა იქნება მე არ ვიცი ხა. წინასწარ მეტყველი ვარ და არის ესა, მაგრამ რა არის ესე ყოველთვის უნდა გახსოვდეს როგორ უნდა იცხოვრო, როგორ უნდა იცხოვრონ ჩემმა შვილებმა, როგორ უნდა იცხოვრონ შვილიშვილებმა, რა უნდა ისაკნა, მაგრამ თუ ირღვევა რაღაც ზნეობრივი კანონები, იცი რა არის. დღეს არის ესეთი შემთხვევები რა. ძალიან შიშით უნდა, ფაქიზად უნდა იყოს და უნდა მიუდგე ამას ისე რა სწორედ. რო არ მოუწყუდეთ მამა, აი რა უნდა, აი ელემენტარულ რაღაცებში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი, აი მართლა ნაკითხიც რაღაც ესეთი ადამიანები ძალიან მაგრა შეცდა, ბევრი დღეს ისე რომ აი ღმერთს შეიძლება თავისი წიგნობრობით თაც ბჭყალებში უპირისპირდება რა. ამ დროს შეიძლება რომ საზოგადოებაში აზრი მოიკითხებს რაღაცა, მაგრამ აი საერთოდ სიბნელეში არის ადამიანი. ამ ხრივ მამა, აი ზეცასთან საერთოდ კავშირი კი პირიქით ღვთისგმობელათაც შეიძლება ჩაითვალოს ადამიანი დღეს. თუმცა ეგონოს რომ რაღაცა იცის ამ დროს, არაფერი არ იცის, მაგრამ სიტყვაზე როგორ უნდა აი არ დაგვიცდეს მამა, აი რაღაც აი არიოზივით რო არ მოგვივიდეს, რა უცბად აი იქიდან რო არ გადავბრუნდე და რაღაც წვალებლებად და იმათ რო არ იქცეთ, თუ შეიძლება მამა, რას უნდა დაუკვირდეს, აი რაღაცა ისეთ დეტალს მამა, რომ არ გადაგვიცდეს, იმიტომ რომ ბევრი სასულიერო პირით შეიძლება იყოს, რომელსაც შეიძლება გადაუცდეს და უბრალოდ ვერ მოსვამოს, ხო? აი როგორ შეიძლება რომ თავი შევიკავთ, აი თავიდან რა შეიძლება, თქვენ როგორც გამოცდილ მოძღვარს, იმიტომ რომ ბევრი სასულიერო პირი გყავთ, მამა, მრეუშიც, იმაშიც და ამდენი ხის მოძღვარი ბრძანდებით. რას გვირჩევდით და რას ურჩევდით, მამა, საერთოდ ყველა ადამიანს. საერთოდ ვიცი ესეთი ადამიანები, რომლებიც წიგნობრობით არიან მეტად დაკავებულები, კომპიუტერებში და იმაში ეძებენ იქ რა არის ქვეყანასთან დაკავშირებით ის იმასთან არის, ამასთან არის, იძახიან რომ ის ესე რატო გააკეთეთ, ეს ესე რატო გააკეთეთ, მაგრამ სასულიერო ლიტერატურა წაკითხული არ აქვს. არ ფლობენ უფალთან. თუ გახსოვთ, უფალმა პეტრე მოციქულს ესე უთხრა: პეტრე, შენ მიწიერად ბრძნობ და არა ღვთიურად. შენ უნდა დაიწყო ღვთიურად ბრძნობა. როცა ადამიანი ღვთიურად არ ბრძნობს, თქვენ წარმოიდგინეთ, ეკლესია არის ის ეკლესია, რომელსაც მე მაშინაც გითხარით, რომ პატრიარქზე თქვა ესეთ, რომ წმინდანი არისო და ის მართავს აბსოლუტურად ყველაფერს, მას საუბრება უფალი და თქვენ ქვეყანაზე ლოცულობს, რასაც ის გეტყვის, იმას დაუჯერებთ. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, პატრიარქი ამდენი ხანი პატრიარქოს და ინახავს იმ კრებების, იმ წინა მამების, იმ ამდენი წელიწადია, ვინახავთ ჩვენ ამ იმას, რომ არ ესაკნას განადგურდეს ეს მდგომარეობა, მაგრამ გვერდზე არიან ადამიანები, რომელსაც ამას არ უნდათ ამისა გაგება, არ უნდათ ამის საოცარი დანახვა. აი ხა იმის უწინესობა ბრძანებს, რომ მე გადავებარე უფალს ყველაფერი, უფალი მართავს ქვეყანას და უფალი წარმართავს ამ მდგომარეობას. არ ესმის ადამიანს როგორ უნდა წარმართოს ღმერთმა. არ ესმის ადამიანებს ის რომ რა მოხდა უკრაინასთან და ჩვენ შორის. არ ესმის ძალიან ესეთი საკითხები მიხვდით რომ რა არის ზიარება, ეხლა ერთი იცახო და იცი რა არის თქვენ თუ ესე იქცევით, მე არა მაქვს სინანულის განცდა სინანულისა. რაღაც ესეთი მდგომარეობები აქვს ადამიანებს, რომლებსაც არ უნდა თუ უფალი დაინახონ რა. აი მიწიერი პრობლემებით არიან რა. ეს მიწიერი პრობლემა გონიათ რომ არის უმთავრესი და არ არის უმთავრესი მიწიერი პრობლემა. და როგორ რასაკვირველია, ბოროტი სად არის ჩასაფრებული? აი მას მაგალითად ეხლა ჩემ თავზე გეტყვით, უყურთ რაღაცნაირად ესეთი რაღაცა, რასაც მე ვეტყვი, ყველა მოძღვარს აქვს. საღამოს ძილიში და იმას თუ ბრძოლები გაქვს. ოღონდ ისეთი საშინელი ბრძოლები, არანახული ბრძოლები. მაგრამ ეს ბრძოლები როდის იწყება, როცა შენ უფალთან გინდა ყოფნა მაშინ. თორე ადამიანს, რომელიც არ არის უფალთან და მიწევრად აზროვნ იმას არანაირი ბრძოლა არ აქვს.
ეშმაკი იმას არ ებრძვის საერთოდ. არ აქვს იმას ბრძოლა. ამიტომ ეს ბრძოლები ყველას აქვს. სასულიერო პირებს ყველას აქვს ესეთი ძალიან ესეთი ის არის რა ეს ბრძოლები ნორმა ხო ფაქტიურად მოყვება სასულიერო პირობას ის რომ აუცილებლად ბოროტი ღიზიანდება ყოველთვის ვინც აი დგება მერტის გზაზე იმას ყოველთვის ბოროტი ებრძვის და ბოროტი ებრძვის იმიტომ რომ უნდა დასცეს და გაანადგუროს იმას არ მოწონს როცა შენ უფალზე საუბრობ და საუბრობ იმაზე რომ გადარჩენაზე საუბრები ადამიანის იმას არ მოწონს ესე თქო მაგრამ აი საო და სულ გაქვს აი ეს ბრძოლები ოღონდ ამაში არის გაძლიერება რა არის ამას უნდა შეიძლება ახსარებები შეიძლება ზიარებები და იმ მდგომარეობიდან გამოსვლა და სათნოს ცხოვრება და ამ სათნოს ცხოვრებაზე არის დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ შეიძლება ეხა უცნაურია მაგრამ არ უნდა იყოს უცნაური ესეთი რაღაცა რომ წარმოიდგინეთ როცა არიან თუნდაც საბერძნეთში ხო ეპისკოპოსებად აღდგლებათ აკურთხებენ ისინი უბიწოთ არიან ნაცხოვნები ისინი ქალთან არ არიან ნაცხოვნები აი ეს რამას რომ ადამიანს ეონები ის ადამიანი ვერ იჯერებს ვერ იჯერებს იმიტომ რომ ამ ადამიანს არ გონია რომ ეს არის გონიათ რომ ეს არის თავარი მაგრამ არ არის თავარი თავარი ერთ თავში უნდა გადაწყვეტო. თავია ეს ყველაფერი. ხო, რა გონია ადამიანს? ხო, აი ადამიანს გონია რომ აი ეს მიწიერი პრობლემები ეს არა ეს კარგია, მოწონს იმას, მაგრამ აქ არის ესა, შენ გარიგებს უფალი როგორ უნდა იცხოვრო. შენ იმას უნდა გაყვე. თუ შენ გინდა გადარჩენა და თუ შენ არ გინდა გადარჩენა, ნუ როგორც გინდა ისე იცხოვრებ. თუ არცნო შენ აიცეთ რა არის არცნობენ არც არ იყო დილს არცნობენ პატრიარქს რატო დაიწყეს ამ პატრიარქის ლანძღვა რატო სულ პატრიარქის ლანძღვა იმიტომ რომ ის არის პატრიარქი ის უფალმა დედის მუცლიდან გამოირჩია და იმას აგი ლანძღავენ და აქ იყო რომ მოგიკითხეთ თავდაბალი და მე ვიტყვი შენს თუ დაიწყებ ამ და შენს განგიკითხავენ შენს და კარგია უკვე ესე იგი უკვე ბოროტი გებრძვის ბრძოლას. ესე იგი ეს არის ყველაზე კარგი. მაგრამ რას გასწავლის უფალი რომ შენც ისეთი იყავი როგორც მე ვარ. ეს არის საოცარი. ამაში არის ღვთის საოცრება რომ ადამიანი ესე იყო. შენ თავზე ადამიანს დიდი წარმოდგენა არ უნდა ქონდეს. აი შენ თავზე როცა გაქვს ყველაზე დიდი წარმოდგენა გონია რომ ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე განათლებული ხარ, მაშინ ხარ ყველაზე უკანასკნელი. ამიტომ თუ დაიმდაბლებ თავს უფალი ყველაფერს მოგცემს მაგრამ გაძლევს ყოველთვის ყველაფერს რა საოცრებას გიხდეს მაგრამ ამას დანახვა ჭირდება ის ვერ დაინახო რა ძალიან ძნელი არის რომ დაინახო პირველ რიგში მამა ალბათ თვისთაცოდვათა განცდა ხო რომ განიცადო რომ რა ცოდვილი ხარ ხო მე სხვას ესე ადვილად ვერ იმას იზამ რაღაცნაირად თან მამა მე მგონია რომ დიდი უნდა იყოს დიდებს მაინც დიდები ხედავენ ხო პატრიარქს ხა მე არ ვამტყმობ ხალხს ვინც ვერ ხედავს იმიტომ რომ დიდები არ არიან მამა პატარა ადამიანი დიდს ვერასოდეს ვერ დაინახავს მიხვდით თვითონ რომ გქონდეთ ხა იქ ცოდნა ის გამოცდილება ის რომ იცოდენ იმ რა ტკივილის ფასად მოიყვანა უწმინდესმა ეს აქაურობა დღემდე და რასაც მართლა სოფლიო გლობალიზაცია ებრძვის ყველაფერი იმას რაც უწმინდესმა დღეს აქ დათესა სოფლიო დაუპირისპირდა პირდაპირ რა ეხლა ვიღაცას გონია რომ პოლიტიკოსებს ებრძვიან რაღაცა იმ სიწმინდეს ებრძვიან რაც უწმინდესმა კბილებით აქამდე მოიტანა მართლა გონიათ ვიღაცა რომ ვიღაცას პოლიტიკური რაღაცა ბრძოლა აქვს აქ არავით არის იმ სიწმინდეს ებრძვიან რასაც აი ქართველის აი ყველაზე დიდ ტკივილშიც რომ არაფერს არ აშამე ქართველ ალამაზია მაინც ქართველი მამა აი და ეს გააკეთა ჩვენო პატრიარქმა აი ამას მამა ესო დაინახო მამა ან დიდი უნდა იყო ან ვინც ვერ ხედავს დემონიზირებულია და უბრალოდ ეშმაკი დგას მის უკან და აი ესე იმაშვებიან რა ქვია მაგრამ ეგ არაფერი ხა მამა საშობაოდ რომ გამოჩნდა უწმინდესი ხო წარმოგიდგეთ ვერ დაიტიეს რა რომ უწმინდესის ამხე გამონათება რა აი ამხელა რა ვიცი აი მეორეს თქვა შეიძინა ყველა მორწმუნეს და შობა იყო აი ჩვენთვის იყო რა ვიცი აი უდიდესი დღესასწაული ხო არის მაგრამ 10 მაგად გაგვილამაზა და ხალხი ზოგი ისეთი გაბოროტებული იყო მამა ის რაღაცებს და იმიტომ რომ ვერ იტევენ მამა აი ამხელა სიწმინდეს მართლა ყველაზე აი ესეთი დიდი პიროვნება საქართველოს აი ისტორიას თითქმის აი ძალიან თითზე ჩამოსათვლელად ახსოვს და მადლობა უფალს და ზუსტად იცის რომ აი ამ ძიმე პერიოდში ვინც გაგვიჩინა რა და ის სასულიერო პირები რა თქმა უნდა მამაილია
თქვენიდან მოყოლებული და ის ადამიანები ვინც გვერდში ესე უდგახართ მამა უწმინდეს იმიტომ რომ თქვენს გარეშე ის მე ვიცი თქვენ როგორ ეიმედები და მადლობა ამისათვის რომ აი ამ ხას ესე აგწელებთ რა ის ერთგულება და მამა როგორ დავინახთ აი როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი რომ აი ის რომ თქვენ გვერდით დადგება ეკლესიის გვერდით დადგება და იმ პატრიარქის გვერდით დადგება როგორ უნდა მიხვდეს რომ ღმერთს გაახარებს და სამშობლოს გამოადგება აი თუ ეს ადამიანები მამა ვერ ხვდებიან სამწუხაროდ აი როგორ სიბნელეში ცხოვრობენ დიახ ესეთ რაღაცა მე თქვა რომ ეხა მე მოყოლით ვიცი ესა და მინდა ისე პატრიარქთან დაკავშირებით გითხრათ რა როცა აირჩიეს პატრიარქად მოახდინა ესეთი რაღაცა მდლებთან ერთად სინასტაზე ავიდა ოღონდ როგორ ავიდა ეცეთ ფეხზე გაიხადა და დიდი კიბეები დავიდა ფეხები სისხლში ქონა სწორედ და როცა ავიდა ზევით რომ დაემხო ტირილი აუტყდა და იცი რა ვთქვა ძალიან დიდი ჯვარი მაქვს უფალო და გამაძლიერეო მეო ძალა მომეცი რომ ჩემი ქვეყანა და ჩემი ადამიანები გავიყვანო იქ სადაც შენ გნებავს უფალო აი ეს არის საოცრება საწავიდა სადაც სინასტაზე გამოცხადება ქონა და ამას როცა ყვებიან ყველა ადამიანს ეხა ვიც განწყობა აქ. თრემლიც ამოუვა და იტყვის რომ ეს რამხელა რაღაცა. ამიტომ უფალისო მასთან არის რა. და აი ეგ არის ღმერთი. შენს ადამიანო უნდა დაინახო ჩვენს შეიძლება ბევრჯერ მოგვილოცია წმინდა ადგილები რა ხატები ჩამოგვამბზანებია ეს უხტიფსნებითა და დედახტიშოვლის იმითა. ყოველთვის თრემლიც ქონია იმ დროს და ყოველთვის აი ვინც წამოსულან ამ მოგზაურობაში და ამ იმაში სულ ყველას ესეთი საოცარი წუთები და ეს გადაგვიტანია ყველას. ეს როგორ არის იცი აი თავისუფალი ნება ადამიანის არის აი თავისუფალი ნება. ეს ნება არის ყველაზე მთავარი და ყველაზე ისეთი რაღაცა რომ მიენდოს უფალს ადამიანი რა. აი თუ არ მიენდობი ღმერთს და თუ არ წამს ღმერთის აი ძალიან ძნელი არის რა. ვერ აკეთებს ადამიანი მაშინ ვერაფერს. მაშინ ისე უჭერს რომ ძალიან უჭერს, მაგრამ ეცეთ რა მე მაგალითად ვიტყოდი ერთ რაღაცას რომ არ მინდა ეხა გამოვყო რომ ვინ ეკლესიის მხარეზე დგას და ეკლესიურად ცხოვრობს და ვინ არა. ყველა ჩვენთაგანი ვინც ეხა ქუჩაშია, ვინც ეხა ეკლესიაში არა. ყველანი ღმერთის შვილები ვართ. ამიტომ მე ყველას ურჩევდი და ყველას ვეტყოდი რომ გავძლიერდეთ წმენაში, მივენდოთ უფალს, შევიყვაროთ ღმერთი, თავი დავიმდაბლოთ, მივენდოთ. ყველა ჩვენთაგანი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყოფა. როგორც როცა ჩვენ ვინმეს გამოვყოფთ და ვიტყვით რომ ეს ესეთია და ის ესეთია, არა წინანი უკანანი იქნებიან და უკანანი წინანი. ამიტომ ეს ჩვენ არ უნდა გვახასიათებდეს რომ რაღაცა გავყოთ, ამიტომ რომ მე მინდა რომ ყველა ადამიანი მოექცეს და ყველა ადამიანი უფალთან დადგეს რა. ეს არის თავი და თავი. მადლობა ძალიან დიდი. თუმცა უბრალოდ მამაო რა იცით აი ნოესის გამახსენდა რა კამიც იქნება, სემიც იქნება და იაფეტიც იქნება. ხო სიტყვაზე, ანუ ისიც იქნება, ანუ ეს არის ისეთი მომენტი რომ ესენიც უნდა იყვნენ, მაგრამ ნუ ყველა უნდა გვიყვარდეს, რა თქმა უნდა. ასაკვირველია. აი ხა მე მინდა ესეთი ის ამოგიკითხოთ იონეს იესო თკვილის პარაკლისიდან. სხვა უფალმა მე ვარ ნათელი სოფლისაი, რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა. არამედ აქ უნდეს ნაცელი ცხოვრებისაი. ვიდრე მდევარ სოფელსაში და ნათელი ვარ სოფლისაი. მოვედი ჩემთა, ყოველი მაშრალი და ტვირთმძიმენი და მე განგისენო თქვენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქვენზე და ისწავლეთ ჩემგან, არამედ თუ შვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ხპოდ განსვენება ისულთა თქვენთა. რამე თუ უღელი ჩემი ტკბილას და ტვირთი ჩემი სუბუქაქს. აი უფალი პასუხობს როგორია თავად ღმერთი როგორ ელოდება ყველა ადამიანს აბა თუ ამთავრებთ არა მამა 10 წუთი არის კიდე წინ კარგით მაშინ მამა იცით რა მინდა და მე თქვა აი უწმინდეს როგორ უყვარს ყველა და ყველას რო იტევს რა და აი როგორ უნდა იხ ყველა ჩვენ უწმინდეს ვისაც უყვარს შეიძლება მისი თვისებები გვიყვარს რა თქმა უნდა მისი ადამიანობა გვიყვარს მისი მართლა ღვთიური საქციელები გვიყვარს და ჩვენი საქციელები მამა არ გავს პარალელურად იმას რაც მას მოწონს როგორ უნდა გავახაროთ აი მამა ნებისმიერი ადამიანი თუნდაც ვიღაცას მოძღვარი მაგალითად აი ვისაც თქვენ უყვარხართ მაგალითად აი რა უნდა გააკეთოს იმისათვის რომ თქვენი გული გაახაროს აი როგორც უფლის გულს რო გაახარებს ადამიანი ხო როგორ უნდა მოიქცეს მამა რომ აი რაღაცნაირად
ყველას უნდა ალბათ რომ რაღაცა გაახაროს უწმინდესი ღმერთი და რა უნდა გააკეთოს აი პირველ რიგში თუ შეიძლება რომ აი ხა ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრები ვართ მაგრამ როგორ ხანდახან გუსტკენთ ხოლმე ხო ჩვენი ამ დაპირისპირებებით ერთმანეთის სიძულს სულ 3 მილიონი ვარ და უბრალოდ 3 და 4 კაცი არ იკრიბება ისე რომ ერთი აზრი ქონდეს ყველას ერთმანეთი რაღაცნაირად ქიშპობთ სულ არაფრის გამო წარმავლის გამო თუ შეიძლება მამა აი როგორ უნდა მოვიქცეთ რომ ღვთისმშობლისათვის ვიყოთ სათნო და აი ესეთი კარგი შვილები რა მადლობა უფალს განსაკუთრებულად მიყვარს დედა ღვთისმშობელი ყველა წმინდა ღვთისმშობელი და წინა იმაზის მაშინ თქვი ყველა წმინდა ღვთისმშობელთან დაკავშირებით და ეს არის რომ როცა იყო რაღაცნაირად რთული ჩემი ცხოვრება არ იქნებოდა ჩემი ცხოვრება სწორედ აი ხა კელიაში მქონდა როგორ უნდა მოვცოლიყავი და მაშინაც გითხარი და დამაყენა გზაზე და დამამდაბლა და სწორედ მისი მითი რჩევით მოხდა რომ მე უნდა წავსულიყავი სწორედ სტარეთთან ეს რა არის იცით რა არის ძალიან დიდი რამ არის როცა მე ამ სტარეთთან სიარული დავიწყე აბსოლუტურად შეცვალა ჩემი მდგომარეობა ამიტომ მე ვიტყოდი ერთ რაღაცას რომ მოძღვრებიც რომლებიც ვართ ყოველთვის როდმელი ადამიანი ჩვენთან მოვა და დაიწყებს სიარულს ძალიან ისეთი უნდა იყოს მოძღვარი ფრთხილი აი იცით რა არის გამოკითხოს მას თავისი ცხოვრების არსი როგორ ცხოვრობს რა შვება რას აკეთებს აი უნდა იყოს ისეთი მისი დამოკიდებულება ხანდახან საუბრები ესე თემებზე რა თემებზეც აუცილებელია საუბარი და ესე ძალიან ესეთი არის პატრიარქის დარიგებები და საერთოდ ეს წიგნები საოცარია მისი უწმინდესობისა და დედა ღვთისმშობლისთვის მოსაწონე ეს არის რომ როცა გითხარით რომ მამა ნექტარიუსთან როცა ვიყავით იქ თქვა მაშინ მან მითხრა რომ შენ გარდაიცვალე და უფალ მაგადგინა და დედაშვილობის ხატს შექმნიო ეს დედაშვილობა არის ის ხატი რომელიც შევქმნით ჩვენ და ხელება აპყრობილი ყოლა წმინდა ღვთისმშობელი და ეხლა საოცარი კანდელები ჩამოვიტანეთ ათონისტიდან იქ ისა იყო ერთი ადგილი სადაც ესე ჩამოდის ეს კანდელები და ინთება და როგორი რამ არის ეცე რომ ეს დათი კაკაბაძემ გააკეთა ეს და ყოველ პარასკევს 3 საათზე ჩვენ გვაქვს პარაკლისი და ეს პარაკლისი სწორედ ედიშერმა დაწერა და ეს პატრიარქმა უწოდა ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ეს არის საოცარი რამ და სწორედ მისი დიდი მეცადინეობით მოხდა ესეთი ხელება პყრობილი დედა ღვთისმშობელი მლოცველი ცერა რამდენის ჩვენ ლოცულობთ სულ გეძლევა ის რომ აი დედასთან გაკურთიერთობა აი როგორც დედა ისე ევედრები რა როგორც დედა ისე შემიწყალე როგორც დედა ისე მომეკეცი შენ ხო ყველა ჩვენთაგან ის დედა ხარ აი ეს არის ყველაზე მთავარი და მე მინდა ერთი რაღაცა ამოგიკითხოთ კიდე ერთხელ როცა მივიდნენ მოგვები იქ არისო ესეთი რაღაცა რომ მიართვეს დედა ღვთისმშობელს ეს საოცარი ძღვენი რომელიც არის ესეთი რამ ოქროანგული და მუნდრუკი და ღვთისმშობელი მთელი ცხოვრება ინახავდა მოგვთა ძღვენს, როდესაც ეუწყარო მისი ამ სოფლიური ცხოვრება დასრულდა, მიძინებდა მცირეხნით ადრე თავის სარტყელთა და საფარავთან ერთად იერუსალიმის ეკლესიას გადასცა, სადაც ინახებოდა 400-მდე. პატიასანი ძღვენი იმპერიის ახალი დედაქალაქის საკურთხევლად კონსტანტინოპოლში გადაიტანეს. შემდეგ დაახლოებით 60 წელი ნიკიაში იმყოფებოდა, მერე კვლავ კონსტანტინოპოლში დააბრუნეს. 1453 წელს ბიზანტიის დაცემის შემდეგ სერბეთის დედოფალმა ათონის წმინდა თასს შესწირა, სადაც დღემდე წმინდა პავლეს მონასტერში ინახება. ეს იწმინდა. იგი შემონახულია ასეთი სახის 28 მცირე ზომის ოქროს ფირფიტა, სხვადასხვა ფორმისა, იკურთხა მრავალკუთხა ტრაპეზით, ესე იგი თითეული ისინი ეს ისინი რა ქვია დეტალები. დიახ ეს ათონის ის საოცარი ესა და
რაღაც დამეკარგა ეს ფურსელი. არა, შესაძლოა. დიახ. ნომერი ხო და ნომერი უწვრილესი ფილიგრანია, ძალიან პაკიზად ნაკვეთი ორნამენტები, მური, გუნდრუკი, მცირე ზომისა, ზეთის ხილის ბუთულები დაახლოებით 70 ცალი არის. 2000-ზე მეტი წლის შემდეგ კი პატიოსანწყეს საოცარი კეთილსურნელებას ის, როდესაც მომლოცველობათვის დაყვანისაცემად გამოაქვს მთელი ეკლესია კეთილსურნელებით ივსება, მაგრამ აღესრულება ეშმაკეულთა სასწაულური კურნებები. ეს აიქ არის მე არ ყოფილვარ აქ, მაგრამ ჩვენი ახლობლები იყვნენ და მე მიგითხათ რომ საოცარი ამის მონახულება და ეს იმაზეც არის გადმოცემული გადაღებული აქ ტექსტ საოცარი ესენი და საინტერესოა და უდიდესი ზღვენი, როდინდელი ზღვენი სულელობით არის. სულელობით არის, დიახ. და იკურნება ძალიან ბევრი ადამიანი. ვიცი და ძალიან ბევრი მომლოცველი ყავს, ხო მამა? დიახ, ბევრი მომლოცველია და საერთათონის საზზე ბევრი ადამიანები დადიან და იმოლოცველობა დიდი არის იქაც. დიახ. ძალიან დიდი მადლობა მამა და რას გვირჩევდით კი ბოლო 4 წუთი დარჩა რა მინდა რომ ძალიან ბევრი ისაუბრო თქვენ იმიტომ რომ ძალიან ესეთი საპატიო სტუმარი ბრძანდები და ისე გვიხარია თქვენი სტუმარი. რატომ ეწოდა ღვთისძე სიტყვაო? გულოწყალე ღმერთმა, რომელსაც არს უნდა საბოლოოდ კაცობრიობის დაყუპა, არს უნდა თავის თავზე ხატად შექმნილი ადამიანის საბოლოოდ მოსპობა. დედამიწაზე გამოგზავნა ხოლოჩობილი სიტყვათვისი. ესე ეწოდება ყოვლადწმინდა სამების მეორე პირს ღვთისძეს ქრისტეს. სიტყვა ღვთისა სულიწმინდის მოქმედებით დამკვიდრდა ყოვლადწმინდა ქალწულის მუცელში. ხორცნის შეისხა სულისაგან წმინდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცდა და იშვა რათა განაახლოს დაცემული ადამიანის ბუნება. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან მაგალითად დიდმოწამე პონტიოსის სულის შობს სიტყვას გონების მეშვეობით, ხოლო შემდეგ მას წარმოთქვამს ბაგეები და ცხაწყდის მას. როგორც სიტყვა წინასწარ უჩინარია, მაგრამ შემდეგ ბაგეები მას გამოაჩენენ, ასევე ძე და სიტყვა ღვთისა დაბოდებული უწინარეს ყოველთა საუკუნეთა მამა ღმერთისაგან არ იყო გამოჩინებული ადამიანთათვის, ხოლო შემდეგ იშვა უმამოდ მარადის ქალწულ მარიამისაგან და გამოუჩნდა კაცთა მოდგმას. ეს არის თავარი. და მე მინდა როცა ადამიანები ვისაც გვაქვს სურვილი რომ ცხონდე და გადავრჩეთ და არ დავრჩეთ ან მიწიურ აზროვნებაში რა განთავისუფლდეს ან მიწიური მდგომარეობას და შევთხოვოთ უფალს რომ მივენდოთ რათა მივენდოთ უფალს და მარადიულ სასუფეველში დაგონკიდროს. აი აქ საოცარი ლოცვა არის, მე მინდა რომ აღავლინო და ესე დავამთავროთ ევანგელი დღე. ყოვლისა ცხოვრებისა ჩვენისა წინამძღვარო, იესო ტკბილო, მეუფეო, ვინაიდან არარაი ძალმიც ყოფა თვინია შენსა, ამისთვის ჭეშმარიტი და სარწმუნოებით და გევედრები. ყოველივე ცხოვრებაი ჩვენი შენ განაგე, ნებისაებ კაცმოყვარებისა შენისა და სასუფეველსა ღირსყვენ, რომელი გამზადე პირველ სოფლისა დაბადებისა, რათა ვიდოდეთ სიკვდით განგებულებასა შენსა სამარადისოდ. დედუფალო, ღვთისმწყინვალეო მარიამ, დედაო იესო ტკბილისაო დაუსრულებასა დიდებასა ძისა შენისასა ღირსყვენ, რაითა მადლობით ვადიდებდეთ მათ უკუნისი უკუნისამდე. ამინ. მადლობა მინდა უფალს შევწიროთ, მადლობა უფალს ყველაფრისთვის და შეგვინდოს უფალმა ჩვენი ცოდვები და გვაცხოვნოს. ამინ. ძალიან დიდი მადლობა მამა ესეთ ლამაზი საუბრისათვის. მე დია ერთ თვეში კიდე გვეწევით მამაო რა ძალიან დიდი სიამოვნები და ჩემი მხარდაჭერა მამაო ფილმთან დაკავშირებით ყოველთვის გექნებათ მამაო და ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისათვის. დიდი მადლობა იმისათვის, რასაც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას უკეთებ და ჩვენ მოძღვრებს და ჩვენ ეკლესიას და იმ ხალხს, ვისაც აი მართლა გვერდში უდგახარ, დიდ მადლობას მოგახსენეთ აი პირადად ჩემი და ძალიან ბევრი ათასი ადამიანის სახელით, იმიტომ რომ თქვენ განაცემები რო იდება ძალიან ბევრი ადამიანი მადლობას გვიხდისა და მადლობა თქვენ რა და ბედნიერებას გისურვებთ. ორშაბათს დაგიბრუნდებით საღამოს 5:09-ისათვის აუცილებლად. მე გახდით გიორგი დარასელია, საინტერესო გადაცემით აუცილებლად მამა გიორგი ჩაჩაო გეყოლება სტუმრად ორშაბათს 5 არა 6:09-ზე არ დაგავიწყდეთ, გადმორთეთ ისევ კარგად ზანდება დროები და პატიმრებს კიდე განსაკუთრებით მოგიკითხავთ და 5 ორშაბათს დაგიბრუნდებით აუცილებლად იცოდეთ. კარგად ზანდებოდეთ დროებით.